ჩათვლიდი ყველაზე რთულ მეტოქედ და ყველაზე რთულ ბრძოლად. ისტორიულად ყველაზე რთული მეტოქე. So guys, Levon Saakashvili is one of the most impressive arm wrestlers that has ever existed. Like, just by Levon's dominance, it is still questioned to this day who could historically beat him, if anybody from the past could beat him. And some argue that it is such a person that could beat him today, while some others just deny that, saying that Levon is the full total pack and pretty much unbeatable. And it's pretty impressive because Levon is big in all these specific areas for arm wrestling, like the hand, the wrist, and the forearms, and just the overall strength of the body. And not just that, but he is very good at pulling in any position. Like, we don't see him hooking much, but he don't really have to. You know, we did saw him flop wrestling against Devin, so that sort of shows that he is indeed complete. But that doesn't mean that he hasn't been beaten. And just recently he was asked who was his most difficult opponent. And here's what Levon responded. Take a look. ისტორიულად ყველაზე რთული მეტოქე ყავდა კვიკვინია გენადი, იმიტომ ისევ ქართველი. მე რო დავიწყე ის უკვე სოფლიოს ევროპის ჩემპიონი იყო და რაღაცა თქვარი მიზანი იყო. მე რაღაც პერიოდში დავეწიე, მე გამარჯვებულ თანაბრძით, მე მქონდა მაგარი ბრძოლები. მახსოვს ეგ ბრძოლები აქაც და რეალურად მაგ ბრძოლებში ძალიან განვითარდა და მე დაწუნებული გენადიც და მეც და აი ასე ვთქვათ გავიზარდეთ რა, აი მაგ ბრძოლაში იყო პერიოდი, რომ ევროპა სოფლიოზე ჩავდიოდით, რომ არავინ არ გვაინტერესებდა რა, ვიცოდით რომ ჩვენი ფინალი. მე უკვე ისე წავიდა, რომ ერთი რასაც მახსენდება ის კასპარინთან შეხვედრა, სადაც ის აირის ბალონი და რაღაცები დამჭირდა. არ ვიცი, ხა იქ ყველაზე მეტად ჩენიც რაც მოხდა, მაგრამ მე ვაბრალებდი უფრო შენ ფიზიკურობიდან გამომდინარე და რამ ხელა მასაც გაქვს და იქ შეიძლება არ ვიცი. ჰაერის უკმარისობა იყო, ნერვიულობა იყო, თუ რაღაც ფსიქოლოგია და ყველა შეიძლება ეგეთ რაღაც დაიმართოს. ალბათ შიყვის პრობლემა მქონდა. გამექცა წონა გავსინდი. მე მივხვდი რეალურად რატომაც დამემართა. რომ გამოვედი, მაგას მომეწოდა ერთი კილა კოკაკოლა. დავლიე კოკაკოლა და შახარი დამევა. დავლიე